ეს იქნება მოკლე ვიდეო იმაზე, თუ როგორ უნდა გავწმინდოთ რკინა ქარხნული ნადებისგან და ჟანგისგან ქიმიურად. ამისთვის გვჭირდება მხოლოდ ორი ინგრედიენტი, წყალი და ლიმონმჟავა, რომელიც ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ და დაახლოებით ღირს ლარი და 40. აქ მაქვს 600 მილილიტრი წყალი, ჩვენი კონცენტრატი უნდა იყოს 10% სიძლიერის. ყოველ 100 მილილიტრ წყალზე გვჭირდება 10 გრამი ლიმონმჟავა. აქ მაქვს 600 მილილიტრი, ამიტომ დავამატებ 3 პაკეტს. წყალში ძალიან მარტივად იხსნება, ეს რეალურად გამოიყენება საჭმელისთვის, დესერტებისთვის. ლიმონმჟავა სრულად გაიხსნა, თუ თქვენი რკინის ნაჭრევი იმდენად პატარაა, რომ ასეთ პატარა კონტეინერში ჩაეტევა, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაყაროთ შიგნით და დაელოდოთ. რაც მაღალი არის პროცენტულობა მჟავის შემცველობის, მით უფრო მალე იმოქმედებს. 10%-იანი დაახლოებით მოქმედებს 6-დან 8 საათამდე. მე ცოტა ბევრი ნაჭერი მაქვს გასაწმენდი, ამიტომ ვიყენებ ამავე დროს. აქ ჩავაწყობ ყველაფერს და ხვალ ამოვიღებთ და ვნახავთ, როგორ გაწმენს მჟავა. ტესტო და აი ამ ნაჭერსაც ჩავდებ, რომელიც დაიფარება მხოლოდ ნაწილი და კარგად დავინახავთ განსხვავებას ნადებსა და გაწმენდილ შედეგს შორის. ახლა ველოდებით. სანამ მჟავის მოქმედებას ველოდებით, აგიხსნით, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სიტყვაზე გვინდა გავწმინდოთ ძალიან დიდი ნაჭერი რკინის, რომელიც არ ეტევა, არც ამ ვედროში არ ჩაეტევა და ბევრ კონტეინერში არ ჩაეტევა ეს. შეგვიძლია გავიღოთ ნაჭრები, გავჟღინთოთ მჟავით, რაც გვაქვს აქ და უბრალოდ ზემოდან გადავაფაროთ, რაღაც სიმძიმე დავადოთ ან რამე, რომ კარგად შემოეხვიოს ეს ჩვენი გაჟღენთილი ნაჭერი ამ რკინას და ასევე ველოდებით 6-დან 8 საათამდე მჟავიანობის მიხედვით და უკვე რომ მოხსნით ამ ტილოებს, გადავალთ შემდეგ ეტაპს. გავიდა ერთი დღე და ნახოთ რა მივიღეთ. ჩვენიერი ჟანგის ნატამალიც არ არის. ახლა ეს ყველაფერი უნდა გავაშროთ კარგად. რკინის გაწმენდის რამე უკეთესი მეთოდი თუ იცით, დამიწერეთ კომენტარებში. ახლა პროფესიულ გამოცდილებაში შეიძლება არის ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი მეთოდები, მაგრამ ასე სახლის პირობებში თუნდაც ზედმეტი ქიმიკატების გარეშე, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი მეთოდია, რომ მარტივად გავწმინდოთ რკინი. კიდევ გამიგია ბენზინი, რომ ბენზინი წმენს ამ ქარხნულ ნადებს კარგად, თუმცა უსაფრთხოების კუთხით მე არ გირჩევდით სვარკასადაც არის და ბარგალკასადაც არის იქ რომ ბენზინი გქონდეთ. ეხლა ვნახოთ ჩვენი სატესტო ფირფიტა და შევადაროთ, როგორი იყო და როგორი გახდა. აი ეს არის ჩვენი ფირფიტა. ამას გადავწმინდა ახლა და კარგად დავინახოთ. აი როგორი შედეგი მივიღეთ. თუ ამის გაპრიალება გინდათ, რა თქმა უნდა, უკვე შემდეგი დაგჭირდებათ, რომ ბარგალკით გადაუვაროთ სხვადასხვა სიმყარის ჭკურკებით, ასე ვთქვათ, და მაგაზე სხვა პროცედურაა, თუმცა აქედან დაწყება ბევრად ჯობია ჩემი აზრით, ვიდრე აი აქედან დაწყებას, რომელიც ძალიან ბევრ საშკურ ქაღალდს გაგიფუჭებთ და ძალიან ბევრს გახარჯავთ. და ხშირ შემთხვევაში ამაზე მეტი შეიძლება არ დაგჭირდეთ. ხო, შესაძლებლად ეს უკვე საკმაოდ კარგად არის გაწმენდილი. განსხვავება მინდა კარგად დაგანახოთ, აი ესეთ მდგომარეობაში იყო დაახლოებით. ეს რკინა როცა ჩავდე მჟავაში და ბოლოს მივიღეთ აი ასეთი შედეგი. სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია საინტერესო ვიდეო გამოვიდა, გამოიწერეთ არხი თუ მოგწონთ კონტენტი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.